წარმოადგენ ჩემ თავს ახალ ამპლუაში. ნაცი მიწოდეთ გიორგი წაგურია შეფ. ცხოვრებაში არანაირი კერძი არ გამიკეთებია, ალბათ მოხარშული კვერცხის გარდა, ან შემწვარი კვერცხის გარდა და დღეს ვაკეთებ ჩაქაფულს, გებჟალიას და ფხალს. არ ვიცი რა შევძლებთ მართლა ესე ინგრედიენტები ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ეჭმეპარება. ნახოთ. მაქსიმალურად ჩაქაფულს ვაკეთებთ ერთად და მოგეთ გადავინაწილეთ ყველა ჩვენი როლი. მე შემხვდა წიწმატი, არ ვიცოდი ამის დასახელება, რომ წიწმატია. წიწმაძე პასუხისმგებელი პირი ვარ დღეს. უნდა დავჭა ეს წიწმატი და რომელი დანით უნდა დაიჭრას. როგორი სისქით უნდა დაიჭრას, წერია. წიწმატი იჭრის უხეშად. რას ნიშნავს ვინმე მითხარით, რას ნიშნავს უხეშად დაჭრა. ესე იგი პირველი დავალება შევასრულე ესე იგი დაჭრილია. როგორ შეაფასებ ჩემს ნამუშევარს? ძალიან კარგი. აჰა, ეხლა გადავდივართ შემდეგზე. ეს რა არის? პიტნა. პიტნა, ნახეთ, ფოთლებს ვაწყვეტ და მხოლოდ თავს, რომ უხეში ნაწილი არ შეფოს, ხო? არ წავს. იმიტომ არის შენაცვლებული ხოს და არა საფუძვი ერთიანობაში, იანობის და ტანენიანობის. ეხლა გვაქვს რაღაც პატარა შესვენება და მოკლედ ძალიან დავიღალე. კიდე კარგი მეთქი არ ჩავავალე კულინარიულზე. ტვინი მეთი შეება ვეღარ ვიაზებ რას ამბობენ, აღარც მინდა გავიაზრო. აბა აქ რა ხდება შეუძლია. ოფლიანდები მოკლედ უკვე ამის მოძრაობაში. ეს არის ხალისთვის უმზადება საოცარი სუნიერ სინამდვილეში, მაგრამ ძალიან დამღრელია. ამარილიმ დავამატეთ. აი ეს ლაივ ჰაკი ხო? შეფისგან, რომელიც ალამაზებს ჩვენს კერძს. ზოგადად ხო დესერტის არის და ბოლო შტრიხი მოკლედ ესეთ რაღაცას ვაკეთებ. აი, კარგა. ესე არა. ერთი ხელით ვერ გააკეთე. ბრავისიმო. მე როგორც ყველაზე ზარმაცი მოსწავლე, მოგეთ ჩემმა მასწავლებელმა შეფმა უკვე გააკეთა და ვიბრალებ რომ ეს ჩემი გაკეთებული ეს ნუ ჩემი გაკეთებული არ არის, მაგრამ უნდა გავსინჯო ახლა რამდენად გემრიელი არის ეს გებჟალია. ძალიან გემრიელია. და ტექნოლოგია გაკეთების ძალიან გავს ბურატას ყველის გაკეთებას. გემრიელია. ხელებით დამიბანია ეს არ ყოფილა ჩემი საქმე, ასე რომ მოკლედ უფრო მეტად დავაფასებ ადამიანებს, ვინც ამზადებს კერძებს და განსაკუთრებით გემრიელ კერძებს. თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნის ფონდით მოწვევით ვიყავი აქ, ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგად გავერთეთ. ეს ფონდი აფინანსებს განათლებას გარკვეული სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და არა მარტო მათთვის. და LTA არის ჩემი იურიდიული ფირმა ამ ფონდის ერთ-ერთი დამფინანსებელი, თუმცა ბევრი დამფინანსებელია, მაგრამ კიდევ მეტი არის საჭირო. დიდი მადლობა ამ ფონდს და დიდი მადლობა ამ მასტერ კლასისთვის. ყველას ბედნიერი სახე.